ალბათ გაინტერესებთ თუ ვინ გახლავთ საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული და მძიმეწონიანი პოლიტიკოსი დღევანდელ ეპოქაში. თუ წამიერად გაიფიქრეთ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, მინდა გითხრათ, რომ შეცდით. ის არც გიორგი გახარია გახლავთ, არც ირაკლი კობახიძე, არც გვარამია ან სხვა. მისი პოლიტიკური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მისი არჩევანი არ ყოფილა გამხდარიყო პოლიტიკოსი, ის უბრალოდ დაიბადა როგორც პოლიტიკოსი. მას ზეციურმა ძალებმა უბოძეს ისეთი ნიჭი და უნარები, რომელიც მხოლოდ ეპოქალურ მმართველებს გააჩნდათ. მას შეუძლია მშვიდად და არგუმენტირებულად გაანადგუროს ნებისმიერი ოპონენტი პოლიტიკურ დებატებში. იცის რა დროს იაქტიუროს და რა დროს გადგეს ჩილში. დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს და საჭირო დროს ნებისმიერს დაუწყას პოლიტიკური პენალტი. ამ სულებით ჩაიგდო მან თავის დროზე ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია და გახდა მისი ლიდერი. ეს გახლავთ ლევან ხაბეიშვილი, იგივე ქურქუმალ ვაითი. მისი პოლიტიკური გზა არ ყოფილა ვარდებით მოფენილი, რის გამოც დიდი საფასურის გადახდა მოუწია როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. ის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ახერხებდა წინა ხაზზე დგომას და ამისთვის მან ბევრჯერ იწვნია დუბინგას საკუთარ ზურგზეც. მაგრამ წამითაც არ დაუხევია უკან. იყო ის მომენტებიც, როდესაც მარტომ შეძლო შემძვრალიყო სპეცრაზმელების ფეხქვეშ და სათითაოდ სახე ერტყა მათთვის მუხლებში. ასევე მის სახელს უკავშირდება არაერთი საგარეო მიღწევებიც. ბოლოს მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი საგარეო მიღწევა გახლავთ ის, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებშია ნამყოფი. ასე რომ ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ სანამ ქურქუმალს ფეხზე დგომა შეუძლია და პირში სული უდგას, მეეჭვება კომფორტულად და მშვიდად განაგრძოთ საქმიანობა. მისი ბოლოდროინდელი აქტიურობაც ვგონებ, რომ კარგის მომასწავლებელი არ უნდა იყოს, ასე რომ ზრწოდეთ.